ამარ. ხალოს დაიძე. არა, დაიშალეთ ბიჭებო. ეი, ფრთხილად. ღმერთო, შემოვიდნენ. დაიშალეთ. მოგესალმებით მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ლეგენდარული ვიდეოთი ისე თქვენ წინაშე ვარ. ბოლოს თუ გახსოვთ, ტაისონი და კარომი და კარლოსი ბაღში გაუშვი მეგობრებო. და თქვი თუ მოისურვებ უკანაშვილებსაც წინ გამოვიყვან მეთქი. ეი, არა, გეჯე. უცელქო. დაიცადე. უკან მყოფი შვილები და რამდენიმე წინ გამოვიყვანე მეგობრებო. ისინი აქ მოვიყვანე დაახლოებით 3. დღეს და თუნგუდავი კარლოსი, დათვი, ეფესი, მერე კი დედლები, რეინა, შტარა, გეჯე. გეჯეც იქ ყველაფერს ანგრევს, ხო? ყველას ერთად გაუშვებ. გთხოვთ არ გამიტეხოთ გული. თქვენს თხოვნებს არასდროს უბრუნებ ზურგს. ყველაფერს ვაკეთებ მეგობრებო, ჩემი თხოვნა თქვენთან არის რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. სხვათა შორის თქვენს ყველა ლამაზ კომენტარს ვკითხულობ. როგორც შემიძლია ვცდილობ პასუხი გაგცეთ მეგობრებო. ამჟამადაც ეკრანზე ხედავთ. თუ გინდათ რომ ჩემი კომენტარიც ვიდეოში გამოჩნდეს, ქვემოთ დატოვეთ ლამაზი კომენტარი მეგობრებო. ვინც იცის პიტბულის ოჯახის სლოგანი კომენტარში დაწერეთ. ძაღლი არა. გაგრძელება კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, ნახეთ გეჯე, ნახეთ ამ გიშს, ნახეთ როგორ ანგრევს ყველაფერს, გაჩერდი გოგო რა. ეხლა მოდი თითოეულ შულს რიგრიგობით ვნახოთ მეგობრებო. ეხლა დათმგუდავი კარლოსი აქ მოვიყვანე. შუაში მივაბი, რატომ? ცოტა ხანში გაიგებთ მეგობრებო. შვილების ყველა ერთ ადგილას მოთავსებას ვცადე. ამასთან უკანიდან ყველა არ ამიყვანია. მხოლოდ 3 ავიყვანე. შემდეგ ვიდეოში თუ გინდა დანარჩენებსაც აქ მოვიყვან, მათაც ვიდეოში ჩავთავ მეგობრებო. ეხლა გეჯემი ამ გალიაში ჩავდე. ვაი თუ რამე მოხდეს, რადგან ქალბატონი რეინანა მოვა. რეინა ხანუმთან შეიძლება იჩხუბონ მეგობრებო. და დღევანდელი ვიდეო საკმაოდ რისკიანი იქნება, რადგან დათუნგუდავი კარლოსი და დათვი ერთმანეთის მტრები არიან მეგობრებო. როგორც იცით, ისინი ყოველ შესაძლებლობას იხენებენ ერთმანეთზე თავდასასხმელად. იმედია დღეს არ იჩხუბებენ. მინდა რომ მათაც შეძლონ შეგუება. და დამატებით მათთან ერთად ეფესსაც გაუშვებ. ნახოთ 3 ხვადი ერთად დარჩებიან. ჩემი ვარაუდით შეიძლება ჩხუბი დაიწყოს. შეიძლება ისე იყოს როგორც წინა ჯერზე ტაისონთან. ანუ შეიძლება უბრალოდ დომინირების დასამყარებლად აგრესიული მანერები აჩვენონ. მაგრამ პირდაპირ ჩხუბს არ ველოდები მეგობრებო. ისედაც ჩვენ რაც გვინდა გარემაკურებლებმა არასწორად არ გაიგონ. ჩემი მიზანია შვილები დავაახლოვო, ერთმანეთს შევაჩვიო, მეგობრებად ვაქციო მეგობრებო. ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეს გამოვიდეს. მაგალითად იცით, ტაისონი და კარლოსი შეეწყნენ. ბოლოს ცოტა იკამათეს, მაგრამ მე ერთად ითამაშეს. არანაირი პრობლემა არ იყო. დღესაც ამას შევძლებთ. სინამდვილეში დღეს ტაისონ მამასაც გაუშვებ, მაგრამ როცა დათვია, მას მაინც ბოლომდე ვერ ვენდობი. თუ გინდათ დათუს და ტაისონ მამასაც გავაცნობ ერთმანეთს მეგობრებო, თუ ესეც გინდათ მოიწონეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ. დაწერეთ კომენტარებში რომ ტაისონმას დათვი ბოსსაც გაეცნოს მეგობრებო. რა შეაგდავდე? რადგან რეინასთან შეიძლება დაპირისპირდეს, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის მეგობრებო. რეინა, იმიტომ რომ თუ რაშასავით სხვებთ არ ვაკეთებს, იგივე რეინამ გააკეთოს, ამჯერად დიდი ამბავი შეიძლება მოხდეს. მაგრამ თქვენ რა საყვარლად გამოიყურებით, ჩემო ბატკნებო. შეხედეთ ამათ სილამაზეს მეგობრებო. მითხარით როგორ არ მიყვარდეს ესენი. მამიკო, მაგ საყვარელ სახეებს დაგიკოცნით. ჩემო პატარებო, სხვათა შორის დღეს ერთ გამოკითხვას ჩავატარებ. ყველამ კომენტარებში დაწერეთ თქვენი საყვარელი ძაღლის ჯიში მეგობრებო. როტვაილერი, პიტბული, კანგალი, ცხემსის ძაღლები, ფრენჩი, კეინკორსო, ჯეკ რასელი, რომელი ჯიშიც გიყვართ კომენტარებში დაწერეთ, რაც მომაფიქრდა ის დავასახელე. ვნახოთ რომელი ჯიში გამოვა ყველაზე პოპულარული. მე პიტბულს და როტვაილერს ვამბობ მეგობრებო. ფრენჩი აქ არის. ფრენჩი ჩემი გოგო გამოჯამთელდა, ღმერთს მადლობა. დათვიც მის გვერდით ხედავთ როგორც ყოველთვის. სად არის დათვი, ანადოლუს ნამდვილი შვილი. შეხედეთ მის თვალებს, რამდენი კაცი მოკვდება. რამდენი ადამიანი სიცოცხლეს დათმობს მის სილამაზეზე. ჩემი ლომი ბიჭი ხარ. შენს დგომაზე ვგიჟდები. მაშალა, ქარიზმის ნამდვილი შვილი ხარ. სუფთა, ორიგინალი კანგალია, სივასის გულიდან ამოსული, მთიდან ჩამოსული. ორიგინალი კანგალია, ჯეგიც იქ მივაბი რეინას ადგილას, იმიტომ რომ დღევანდელ ვიდეოში რეინაც იქნება და შეიძლება ჯეგი და რეინა ერთმანეთს დაეჯახონ. ეხლა მივიდეთ ჩვენს რეინასთან, აჰა. შეგიძლიათ შეხედოთ ჩემი გოგოს ამ არისტოკრატულობას მეგობრებო. როცა მეკითხებით რომელი ძაღლის ფიზიკური მონაცემები მომწონს ყველაზე მეტად, მე აშკარად რეინას ვამბობ. მე რეინას პოზას, ფიზიკას, მზერას, მის ათლეტურ სხეულს, მოქნილობას, ყველაფერს ძალიან მიყვარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩემთან რომელ შინსავს ყველაზე ლამაზი ფიზიკა? კომენტარებში დაწერეთ. მე რეინას ვამბობ მეგობრებო, ნახეთ, სოფია ისევ გაგიჟდა, ნახეთ. ღმერთო,
შვილო, ეს ხომ ნამდვილი კენგურუსავითა. გოგო, შენ ზაღლიდან კენგურუზე გადახვედი, გოგო. წყალიას დაღვარე, ოჩახში. ჩემი გოგო კენგურუ გახდა. მაშინა ისიც დამავიწყდა, ნახე. შილაც საკ მოვიყვანე, მეგობრებო. ხოლო შილას ერთი პრობლემა აქვს, რაც ვიყიდე, მას შემდეგ გამხდარია. მეგობრებო, გეფიცებით, კარლოსი რასაც ჭამს, ზუსტად იმავე ჭამს შილაც, მაგრამ ცხოველი წონას არ იმატებს. ეხლა იტყვით, შიდა პარაზიტის სამალი მიეცი, მივეცი. თანაც ყველაზე ხარისხიანები მივეცი, მეგობრებო. საკვები მივეცი, დამატებით დღეში 3-ჯერ ვაჭამე. კვერცხი, სხვა დანამატებიც მივეცი, ყველაფერი მივეცი, მაგრამ არა, ნახეთ, წონას ხედავთ? ნამდვილი ტაზივითაა, მეგობრებო. შილასაც გაუშვებ, მაგრამ რიგრიგობით, ჯერ რეინას დავხურავ. მეორე შილას გაუშვებ, ვიდეოს ბოლოსკენ. ბოლომდე უყურეთ, თქვენთვისაც სიურპრიზი მექნება, მეგობრებო. ეხლა მოდი ჯერ დათვი გაუშვათ. მოდით პირველ რიგში დათვით დავიწყოთ. გეყოფა, გეჯე, იქ ყველაფერს ანგრევ, ნუ გამაგიჟებ. ალბათ რეინა და გეჯე გაუშვებ. მახსოვს ისინი ერთმანეთს უგებენ. ადრე ასე გავაკეთეთ. დიდი ალბათობით არ იჩხუბებენ. ეხლა მოდი დათვი გაუშვოთ, მეგობრებო. აბაგმეთმა გვიშველოს. მოდი დათვო. კარგი. კარგი, აი ის გაუშვი. კარლოსისკენ მიდის. ნახე კარლოსის ბზერა შეხედე. კარლოსმა მაშინვე კეფა დაიწყო. კარლოსი თითქოს შეტევას აპირებს. მართლა მეგობრებო, ამ ცუტას კარლოსი ცდილობს მასზე დომინირება დაამყაროს. ცდილობს შეუტიოს, მაგრამ დათვი ამ ცუტას ირგვლივ სუნის დატოვებითაა დაკავებული. კარლოს დიდად ყურადღება არ მიაქცია. ამასობაში ყველა ძაღლი გაგიჟდა. ყველა გაგიჟდა, ანუ როგორც იცით, ყველა. კარლოსაც უშვებ. მოდით ვნახოთ. და რო იჩხუბებენ, მოიცადეთ, ვერ გაუშვი, არ ვფიქრობ, მეგობრებო. გაუშვი. კარლოსი ჯეგისკენ მიდის. კარლოსმა ისევ ჯეგი ამოიჩემა. არაფრით არ ანებებ ჯეგის თავს, მეგობრებო. ნახეთ, ისევ სულ ჯეგი აუჩემებია. ღმერთისთვის. ცოტა ხნის წინ ხო დათვს ეკოყოჩებოდი, რა მოხდა? დათვს ეკოყოჩებოდა. აი ის თავი დაანება და ისევ ჯეგის მიუბრუნდა. კარგი. ჰეი, ბავშვებო. ნუ ვითავხედეთ. კარლოსი მეგობრებო ჯეგიზეა გადართული. რა ვქნათ ამათთან? შევაჯვაროთ? თქვენ თქვით ესენი შევაჯვაროთ? თქვენ როგორ ფიქრობთ კარლოსისა და ჯეგის ლეკვი როგორი იქნება? კომენტარებში დაწერეთ. ბოსი დათვი იქა. მოიცა რეინაც გაუშვათ. მოიცადეთ მეგობრებო. რეინა გაჩერდი. კარგი, რეინაც გაუშვი. ნახე. შილას უყურებენ. ფრთხილად. შილასთან შეიძლება ერთმანეთს დაეკბინონ. ფრთხილად. ჰადესი მამასთან წავიდა. გაჩერდი ades. დათვი ძალიან არ მიუახლოვდე ades. გაჩერდი. დათვი გაგიჟდა, შეხედე ades. დათვი გაგიჟდა. დათვს ვამბობ, ადესი გაგიჟდა, ნახე. ადესი მავთულებს დაანგრევს, მეგობრებო. კარსაც დაანგრევს ადესი. თუ ზემოდან გადახტება, დიდი პრობლემა იქნება. აი აქ ერთადერთი მამრი ძაღლი, რომელიც ვერ შეეწყობა სხვებს, ჩემი აზრით ადესია, მეგობრებო. ადესის სხვებთან შეგუების შანსი საერთოდ არ გვაქვს. ადესი არავის უთმობს ლიდერობას. ამბობს, რომ აქ ყველაზე დომინანტი ძაღლი თვითონაა. ნახე, კარლოსი მავთულზე გადაძრომას ცდილობდა, ნახე. კარლოს. გიჟი მავთულზე გადაძრომას ცდილობდა, ხო ხედავ? რეინა ნახეთ. რეინა შეეჩვია, პრობლემა არ არის. მაგრამ კარლოსი აქედან ზემოდან გადახტება, მეგობრებო. ცოტა ხნის წინ გადახტომას სცადა, მაგრამ უკან ჩამოვარდა. მავთული დაბალია, როგორც ხედავთ. იქიდან გადახტომის შანსი ძალიან მაღალია. ძმაო, რო ყურადღება გადაეტანა. დათვი ხომ არ მოდის? რა ხდება რა? ალო. სოფია ისევ ყვირის, თითქოს ვიღაც კლავს. ნახე, ღმერთის ბულისთვის, ნახე. შვილო, შენ გიჟი ხარ. მოусმინე ხმას გთხოვ. აი დათვი, კარლოსი დათვთან მიდის. გაჩერდი. კარლოსი შეტევისთვის წავიდა, მაგრამ მე არ შეუტევია. ხოლოდ დათვმა, როგორც მე დავინახე, კარლოსის დომინანტობა აღიარა, მეგობრებო. ნახე, აი. საშიში მომენტები. ნახე, ორივე ამ წუთას დომინირებისათვის იბრძვის, ორივე ერთად დომინირებისათვის იბრძვის, მეგობრებო. გონი დათვმა ცოტა უკან დაიხია. სრულიად დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვერაფერს ვამბობ. მაშინ, მეგობრებო, ეხლა ეფესი გაუშვათ, რა სიტყვით?
გაუშვათ თუ არ გაუშვათ. კომენტარებში დაწერეთ, აბა ვნახოთ. ეხლა ძაღლები ძალიან გაგიჟდნენ. ყველა კებს. ეხლა საკუთარი თავი ვერ მესმის, მეგობრებო. საკუთარი თავი ვერ მესმის. დაიცადეთ, ეფესიც გამოუშვა. მოითმინეთ. ეფესიც გამოუში, მეგობრებო. ეფესი რეინასთან თამაშობს, ნახე. აი დათვთან წავიდა ფრთხილად. ეფესი ეხლა პირდაპირ თვალებში მიყურებს. თუ ბრძანებას მივცემ, შეიძლება დაესხას, ნახე. ძალიან საშიში მომენტებია. არა, დათვიდა ეფესი შეთანხმდნენ, მეგობრებო. დათვიდა ეფესი შეთანხმდნენ, შესანიშნავია. აი ზუსტად ეს მინდოდა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ყველა ძაღლი ერთმანეთს შეეწყოს და ერთად ითამაშონ. და ხედავთ, მამრი ძაღლებიც კი ეწყობიან ერთმანეთს. ღმერთს მადლობა. ერთი პრობლემა გვაქვს ჰადეს ბაბასთან. ჰადეს ბაბა შეეჩვევა, მართლა არ ვიცი. არ მგონია რომ შეეჩვევა, მეგობრებო. ჰადესი დიდი ალბათობით არ შეეჩვევა. მაგრამ ჩვენი სხვა ყველა მამრი შეეჩვია. მხოლოდ გარიპი დარჩა. თუ გინდათ გარი ბაბასაც შემდეგ ვიდეოში გავუშვებ და არ ფიქრობ რომ გარიპიც შეეჩვევა. გარიპი ჰადესივითა. რადგან თავს ესხმის. გარიპი ისეთი მშვიდი არ არის, როგორც გონიათ, მეგობრებო. თავს ესხმის, საერთოდ არ ისვენებს. ამიტომ ეს პრობლემაა, მაგრამ ნახეთ, ჩვენი სხვა ყველა მამრი შეეჩვია ერთმანეთს, მაგრამ წინასწარ ვერ იტყვი. რადგან ეფესი შეიძლება მოულოდნელად მივიდეს და შეტევა განახორციელოს. ეხლა მაგალითად ჯერ კარლოსი არ უნახავს, კარლოსიც იქაა და ტუალეტს აკეთებს. ნახოთ კარლოსსაც რო შეხვდება, რა მოხდება. მაშინ როგორი რეაქცია ექნება? მართლა მაინტერესებს ეს. აი ეს არ აინტერესებს, მაგრამ თქვენი აზრით, აი მიიღო დომინანტობა თუ არა, მეგობრებო? დაწერეთ კომენტარებში, მე ზუსტად ვერ გადავწმიდე. იმიტომ რომ ძალიან დავიბენი, თითქოს ნათელი არ არის. რაშას იქიდან კებს ნახეთ. თუ რაშას გაუშვებთ, რეინასთან შეიძლება იჩხუბოს. აჰა, კარლოსი. აჰა, ეფესი მიდის კარლოსთან. ეფესი მიდის. კარგი, ასე შემოbrunდა. ეფესი თამაშობს, კარგი. კარლოს ძმა ჯეგიზი აიკვიატა და არანებებს თავსა. კარგი, ეფესი და რეინა თამაშობენ. თქვენ ორნი ითამაშეთ, კარგი მეგობრებო. მოდით ვნახოთ, ისინი მეგობრები არიან? ჩემი ძვირფასები მეგობრები არიან. შემდეგ ჯერზე ჩიტირსაც მოვიყვან. ჩიტირი ნამდვილი ლეგენდაა. საოცრად ეკიდება ხტუნავს. ლეგენდარულ თამაშებს თამაშობს, მეგობრებო. ერთხელ მაინც ნახეთ ჩიტირი. მანქანასავითა ანანუ. თუ გინდათ შემდეგ ვიდეოში ეფეს და ჩიტირს ერთად მოვიყვანოთ. ტაისონის მემკვიდრეებს გიჟივით ვათამაშოთ. თუ გინდათ კომენტარებში დაწერეთ, როგორ ფიქრობ მოვიყვანო, მეგობრებო. ჩიტირს რო შეხედავ დაკიდებაზეა გადარეული გიჟდება. არა, მოდი აქ. ნახე, იქ ღია. გამოდით გარეთ. აქ არის დაკეტვა დაგვავიცდა, ნახე, მოიცადე. რეინა გამოვიყვანო, გამოდი ეფეს. არა. ფრთილად შეიძლება იჩხუბონ. აქ კარს დავხურავ. ვინ იცის რა მოხდება? ნახე კარლოს შეხედე, ნახე ბადეზე გადახტომას აპირებს, ნახე. კარლოს, არა. ხტება ბიჭო. ჰეი, არა. შენ გიჟი ხარ რა? რა საკეთებ რა? აჰა, ეფესი მოვიდა. ვაი. ეხლა ვნახავთ. მოდით ვნახოთ, ეფესი და კარლოსი ერთმანეთზე დომინირებას შეეცდებიან თუ არა. კარლოსი ეფესს უღრენს. კარლოსი უღრენს, მეგობრებო. ეფესი გიჟივით უყურებს, ეხლა შეიძლება ერთმანეთს დაერივნენ. მაგრამ ეხლა ძალიან ფრთხილად ვიქცევი. კარლოსმა ეფესს უღრინა. ეფესიც, ანუ მართალია ეფესზე სამჯერ დიდია. ცოტა შეეშინდა. ანუ უნებლიეთ შეიძლება ოდნავ შეეშინდეს, მაგრამ მე არ ფიქრობ, რომ ეფესი შეეშინდება. როგორც კი ეფესს ბრძანებას მივცემ, ეფესი შეტევაზე გადავა, მეგობრებო. ეფესს ასე რომ უყურებთ, ნუ მოგატყუებთ. თავარია მე ეფესს ბრძანება მივცე. თუ ეფესს ახლა ვეთქვი, რომ იმაზე შეტევა დაიწყოს, ეგრევე კარლოსი მისდევს მას. კარლოსი დაბრუნდა. სინამდვილეში აქ ჯეგი უნდა ყოფილიყო. თუ ჯეგი აქ იქნებოდა, ხო იცით, მარჯვ-მარცხნი დარბის და თამაშობს. ზუსტად ჯეგისთვისაა, ეხლა ჯეგი უნდა იყოს აქ. ეხლა კიდე ვინ გაუშვა მათთან? ძმაო, მოდი რეინა შევკეტოთ. კარგი მეგობრებო, მოდით ეხლა შილა გაუშვათ. ეხლა შილას ჯერია. რეინა, მოდი. რეინა შევკეტოთ, მეგობრებო. კარგია, იდე შილა მაინტერესებს. რეინა, მოდი. იმიტომ რომ აინახე კარლოს. ჰეი, კარლოს. გიჟმა მავთულები დაანგრია. დაიცადე რეინა. არა, ეფეს შენ არ შემოხვიდე. რეინა, მოდი. რეინა მიცის რომ მასაც ჩაოდებ და გარბის. რეინა, მოდი. რეინა, აიღე, მოდი გოგო.
არა რეინა მარჭამა, ეფეს მოხვედი. ეხლა რეინა უნდა ავიყვანოთ მეგობრებო. ნახე რეინა ჯიუტად გეჯეზეა მიყოლებული. ცოტა ხნის წინ გეჯესთან ცოტა უღრინეს ერთმანეთს. მოიცადე ძალით ავიყვან. რეინა მოდი. მოდი გოგო. ეფეს არ მოხვიდე, ეფეს არ მოხვიდე, როგორც კი დავიჭერ. რეინას საკალური დავიჭერ მეგობრებო. მაშინვე ეცემა. მაშინვე აღიგზდება. ამიტომ ეფესთან ერთად, ნახე, ეფესთან ერთად. რეინა ძალიან კარგადაა. აუ აქ სოფიასთან რაღაც ხდება რა. ბიჭო, იმედი არ იჩხუბებენ, მოდი ვნახო. სოფია და ფრენჩი არიან, ხო იცი? ოღონდ ერთმანეთი დაკნოსონ. იმედი არ იჩხუბებენ. ფრენჩი ეფესეს ხმის თავს. გაჩერდი, გაჩერდი. სოფიამ ახლა დაინახა რეინა. ვაი სოფიას მზერას შეხედე, გაგიჟდა. სოფიას მზერას შეხედე. სოფია ძალიან ჩაიციკლა მეგობრებო. მაგალითად სოფია აქ რომ მოდუნებული იყოს. ადრე უგებდა, ეხლა დაესხმება თუ არა არ ვიცი, მაგრამ რადგან მგონია რომ დაესხმება. თუმცა მგონია რომ მაინც გაუგებს. იმიტომ რომ ადრე ასე იყო. როცა ცხოველი გალიაში მეგობრებო, უნებლიეთ უფრო აგრესიული ხდება. ეხლა მოდით შილა გავუშვათ. ტაისონიც 2 საათია დაცუკებს, ნახეთ. ჩემს ლომებს ყველაფერ შევწირავ მათთვის, მისთვის. ვიღაცამ დაწერა ზმაო, სადაა პიტბული, აქ ნამდვილი კანგალია. კანგალების ოჯახი. ჩხუბი დაიწყო, ეფესი და კარლოსი ყეფენ ერთმანეთს. ეფესი და კარლოსი ერთმანეთს უგრენენ მეგობრებო. ის მომენტი გამოგჩა. უბრალოდ ეფესი კარლოს დაესხა თავს, თქვენ ვერ ნახეთ მეგობრებო. ერთმანეთს უგრენენ, ნახეთ, ეხლა ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჩემი ეფესი სიმაღლეს არ უყურებს, ყველაფერს გააკეთებ, ჩემი ლომი. ეხლა ისევ შილას ჯერია. შილა ჩვენს გოგოს გაუშვათ მეგობრებო. სად არის ჩემი სიყვარული შივა, ვნახოთ. ჩემი სიმშვიდეა. ჰაიდა ბისმილა, გადი. კარგი შილა გაუშვი. შილა საწავიდა. უკან მიდის. შილა, სოფიასთან მივიდა. სოფიასთან ჩაებნენ, სოფია ეცემა. არა, ჩხუბობენ ბიჭო. არა, ფეხი არ ჩაყო, ფეხს გიგბეს. ფეხი გამოიდე იქიდან, შილა. შილა, ფეხი გამოიდე. ვაი, ცოტას და შევიდოდნენ. შილასა ძალიან უცნაური ხასიათი აქვს, არასდროს ღრენს მეგობრებო. შილას ყველაფერზე მიმავალი ხასიათი აქვს, ნახე. ნახე. შილა ეხლა ბაღში ყველა ძაღლს იცნობს. ეს კბენს. არა, არა. არა. შილა, გამოდი იქიდან. გამოდი იქიდან. არა, ნუ არ უკბენლებს, გადი. არა. მეგობრებო, გიჟილეკუს ესხმიან თავს. არა, გადი აქეთ, გადი. შივა, ნახე, ნუ გამაგიჟებ. არა. ნახე, ისევ ლეკთან მივიდა, ნახე. არა, 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 არა. მოდი ჩავკეტოთ. არა. ეფეს, გამოდი. ეფეს, გამოდი. არა. ეფესიც კბენს მას. არა, გითხარი. გადით იქით. გადი. ეფეს. არა. არა. არიჭირვეულო, არიჭირვეულო. შილას დავხურავ მეგობრებო. ჯიჟია, იმიტომ რომ ლეკუს დაესხმება. ესეთ რისკზე ვერ წავალ. გადადი შილა, გადი შიგნით. შიგნით შედი. შედი შიგნით, ნუ ჭირვეულობ. სულ არ ველოდი ესეთ რაღაცებს რო აკეთებ. იქ ეფესი თავისუფალია, კარლოსიც თავისუფალია, დათვიც თავისუფალია და მიდის ლეპს ესხმის თავს. სხვებს ალბათ არ გაბედა. სოფიამ რეინა არ შეჭამა. ლეკვი თავის კონკურენტად მიიჩნია. ალბათ მე ლეკვს დაესხა თავს. შეხედე ამ გიჟს. მარფლა გიჟივითა, შეჩერდი. მაშინ გეჯე გაუშვოთ. სინამდვილეში იცით რა მოიცა სოფიას გაუშვებ. სოფიას დიდი ხანი არ გაგვიშვია. ისედაც აქ ახლოს არც ერთი მდედრი არა. სოფიას გაუშვათ მეგობრებო, მოდით. სოფია ეხლა ძალიან მაინტერესებს. კარგი, სოფიას ახლა საკენური შეუხსენი მეგობრებო. მოდი უშვებ, გადი. გადადი, კარგი სოფია, ყოჩახ ჩემს გოგოს. ყოჩახ ჩემს სიყვარულს, იქ წავიდნენ, მოიცადე. მიუყვები მათ. ჰადესი და ეფესი ერთმანეთს ეჩხუბებიან. დათვსაც ეჩხუბებიან. შეხედე ეფეს. არა. ჩხუბი არ იქნება. ეფესის მაგალითად როგორც კი ვამბობ, არა. არა. აი და ეფესი. დათვი და ეფესი. არა. დათვი და ეფესი გუნდად იქცნენ ძმაო. მართლა გუნდად იქცნენ. ნახე, ნახე, ნახე. ადეს შეხედე.
საოცარი გუნდა დიქცნენ. შეხედეთ უთს ეფესიც მის ქვემოთაა. ეფესი ქვემოდან უტევს. აჰა, კარლოსიც მოვიდა. კარლოსიც ერთვება, ყველა ერთვება ამ წუთას. ამ წუთას ყველა ერთვება, ნახე. კარლოსი დათუს ეძაბება. ამან. ამ წუთას იცით რა ხდება? სრული ქაოსია, მეგობრებო. ეხლა დათვიადეს უპირისპირდება. მარტო ეფესისა და ის პოზა ძალიან სასაცილო არ იყო. ღმერთისთვის კომენტარებში დაწერეთ. გეფიცები ძალიან სასაცილო იყო. დათვი ზემოდან ეფეს დააჯდა. ეფესი კი ქვემოდან უტევს. იარესულალა. ნახე, სოფია კარგადაა, სოფიასთან პრობლემა არ არის. ეხლა კი ეფესი დათვს ეძაბება. ეფესი ძალიან გულადია, მეგობრებო, იცოდეთ. მის სიმაღლეს ნუ უყურებთ. ერთი ხელი სიმაღლეა, ერთი ხელიც მიწის ქვეშაა. ხომ ასეა, ჩემო ლომოშვილო. ანატოლიის არგენტინელო, ნახე, ხედავ გულს. ნახე, რა გული აქვს. ამან. კარლოსიც მოვიდა. არა, ამან, ალა, შევიდნენ, არა, სოფია, არა. ყველა ერთმანეთში აირია ეხლა, არა, ეფესიც შედის. არა. მეგობრებო, ისევ არასასურველი სიტუაცია მოხდა. მათ შორის კამათი მოხდა, ხელიც დამიზიანდა. ვარდები და ეხლა ძალიან ცუდად ვარ. თლიანად გაიხსნა, როცა ვცდილობდი თლიანად გამეპო. ღმერთს მადლობა, ეს ზაღლები დავშალე. პრობლემა აღარ არის. სოფია როცა სოფიად ჩაერთო და ეფეს დაესხა, მეგობრებო, გინდა თუ არა პრობლემა შეგვექნა. ყველანი ერთმანეთს უგებდნენ, თქვენ ნახეთ. ჰადესმა იქ რო შეუტია, უცებ ერთმანეთს დაესხნენ თავს. იმ მომენტში პანიკაში ვიყავი, 4 ძაღლი იყო. ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა, ვიფიქრე როგორც წინა ჯერზე გავაკეთეთ, იგივე გამოვამეთ. გაუშვებ, დაწნარდებიან და გაჩერდებიან. ვიფიქრე რომ დაშორდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთმანეთს დაერივნენ, მაგრამ ღმერთს მადლობა, სერიოზული დაზიანების გარეშე ყველა დავაშორე. კარლოსმა და თმას სულ გამომაცალეს ენერგია. განსაკუთრებით სოფია ჩაეჭიდა, მეგობრებო. სოფიას ჩაეგედა. იქიდან ეფესმა შეუტია, ეფესმა დათვს შეუტია. სოფიამ კარლოს შეუტია. ვიფიქრე მარტო 4-ვეს ერთად დავშორებდი. ღმერთს მადლობა, დავშორეთ. პრობლემა აღარ არის. კარლოსი უკან დავაყენე. დათვიც ეხლა აქ არის. კარგად დავასველე ისინი რომ დამეშორებინა, მაგრამ წყალმაც არ გაჭრა. ნიჩაბი ჩავდე პირში. ნიჩბის ტარი ჩავდე. რძეზეც ვამბობ. სხვებსაც ნიჩბის ტარი ჩავდე. ასე დავაშორე ისინი. ღმერთს მადლობა, სერიოზული პრობლემა არ არის. სინამდვილეში ჩაულებრივ ისინი არ იჩხუბებდნენ. ნახეთ, მე გეუბნებით, ნახეთ. არაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ იქ როცა ჩხუბი დაიწყო, უნებლიეთ კარლოს მიადგა და შეუტია. და რა მოხდა ამის შემდეგ? ყველანი ერთმანეთს დაესხნენ. სოფია, ეფესი და ასე შემდეგ. ღმერთს მადლობა, მაგრამ სერიოზული არაფერი იყო. ანუ ლიდერ ძაღლებს შორის ესეთი რამ შეიძლება მოხდეს, მეგობრებო, იცით? ძაღლები ლიდერობისთვის იბრძვიან. ქუჩაშიც იგივეა, მაგალითად, 10 ძაღლი იქნება, ერთ ძაღლზე 5-ჯერ. 10 ძაღლი რომ მიდის, ამას ნახავთ. შეჯვარებისთვის იბრძვიან. ვინც ყველაზე ძმიერია, ის მიდის და იმდედრთან წვინდება. ანუ ლიდერობისთვის ბრძოლა იყო, მაგრამ თავიდან ჩხუბი არ ყოფილა, ამიტომ ძალიან არ ჩავრეულო. ვიფიქრე რომ შეთანხმდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში რეაქცია მართლა ძალიან გამაუცა, მეგობრებო. საერთოდ არ ველოდი, მართლა არ ველოდი. თავიდან ველოდი, ნახეთ. იქნებ თქო, თქვენც გითხარით. ტაისის შემთხვევაშიც ასე იყო თქო. მაგრამ შემდეგ საერთოდ არ გამოვიდა ისე როგორც გვინდოდა. არა უშავს, მეგობრებო, გასაკეთებელი არაფერია. თავარია ჯანმრთელები არიან. ღმერთს მადლობა, შვილების მდგომარეობა კარგია, პრობლემა არ არის. როგორც თქვი, ესეთი რაღაცები ხდება. ღმერთს მადლობა, სერიოზული არაფერი მოხდა და გადავრჩით. შემდეგ ჯერზე რომელი შვილები არ გაუშვა, კომენტარებში დაწერეთ. კარგად იყავით, ძალიან მიხარხართ. საკუთარ თავს გაუფრთხილდით. მშვიდობით, კარგად იყავით, მეგობრებო.